გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ და მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს და რადიო მსმენელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა, მოგესალმებით მეგობრებო და ასევე მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს და კოლეგას გიორგი ფოფხაძეს. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმები გიორგი, მოგესალმები გოჩა, მივესალმები მაყურებელს. გიორგი, ჩვენ პირველი გადაცემა დავიწყეთ ჯარიმების თემით. ოღონდ მარტო იმით კი არა, რომ საყვარელი თემაა, ხო? ანუ ოღონდ ჯარიმის რაოდენობაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ეხლაც კი შევეხეთ ბუნებრივია, მაგრამ ამაზე იმდენად არ მომახვილებ ყურადღებას. იმიტომ რომ ჩვენ გვაინტერესებს შემდეგი რამე, როგორ ხდება საფრანგეთში. აი ახლა გვინდა რომ ანალოგია გავატაროთ რა. აი მე ჩემს მაგალითზე მოგიყვებით და მე შენ მითხარი თქვენთან როგორ ხდება. დამაჯარიმეს 150 ლარით, არ მომივიდა არანაირი შეტყობინება, მაგრამ ვთქვათ მომივიდა შეტყობინება და შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ ვერ დაინახე. კარგი. შეიძლება ვერ დავინახე, მაგრამ მეგეუბნებით რომ არ მომივიდა, გადაამოწმონ. ამოიღონ ამონაწერი იმენა რა ქვია მაგთიდან ამოიღონ რა ქვია ამონაწერები პოსტიდან მიიტანა ვინმე სადმე ნუ კარგი ამას პირველი რომ დამაჯარიმეს 150 ლარით გეუბნები არაფერი არ მომსვლია მერე მაჯარიმებენ ზემოდან კიდე 150 უკვე 300 ლარია არც ამაზე არ მომდის არაფერი მერე კიდე მაკისრებენ 150 ლარიან ჯარიმას უკვე ჯამში 450 ლარი გახდა არც ამაზე არანაირი შეტყობინება არ მომდის მერე გადაეცა აღმასრულებელ ბიუროს საახსრულებლო ბიუროს ბოდიში საახსრულებლო ბიუროს გადაეცა და იქიდან დამირეკეს და მითხრეს რომ შემოვიდა 450-იანი ჯარიმა 450 ლარიანი ჯარიმა და ეხლა ჩვენ ვაკისრებთ 45 ლარს ზემოდან ეგ უკვე ჩვენი ფასი არისო და საერთოდ საბოლოო ჯამში გადასახდელი გაქვს 495 ლარი. აი უბრალოდ იცი რა მითხარი. შეიძლება საფრანგეთში ან ხდებოდა, ან შეიძლება შენ მოგიხვდა ეგეთ რაღაცა რომ ადამიანი დააჯარიმონ ისე, რომ არ შეატყობინონ, რომ ის ადამიანი დააჯარიმებულია. შეიძლება ასე არ მოხდეს. და მე ამას პლუს კიდე რომ არსებობს Pol.G ჩვენთან საიტი რა სადაც ნუ ამათმა თქვენს რომ მსგავსი რაღაცები რახანო ხდებაო თქვენ თვითონ შედით ხოლმე კაცო ამ იმაში ინფორმაცია და თქვენ თვითონ მოიპოვეთ იქ რო შევიდა ეგეც კიდე ცალკე საინტერესო თემაა იქ უგდებს რომ არა გაქვს ჯარიმა არ ერიცხება ერთხელ ჯარიმა არ ერიცხება ორჯერ მაგრამ მე შევედიო იმაში საქართველოს ბანკს აქვს ეს სერვისი რა თვეში იხდი თქვათ 1 ლარს ყოველთვიურად გაჭრის ამას თუ ეს სერვისი გაქვს და ის გიგდებს ჯარიმებს და აი იქ ბანკმა პოლიციაში რო გეუბნება რომ არ არის ჯარიმაო ბანკმა ამოუგდო კიო გაქვთო კაცო ჯარიმაო ანუ პოლიციას ბანკს აქვს ამისი რა შეიძლება წვდომა რომ შენ რომ შედიხარ Pol.G-ზე იქ არა გაქვს მაგრამ შენ თუ ბანკთან გაფორმებული მაშინ ბანკი რეალურ სურათს ბანკი გაძლევს თორე შენ ისე მარტო ვერ იმას იზავ ამ დროს სახელმწიფო გეუბნება Pol.G-ზე გადაამოწმეთ აი მითხარი ასეთ გაუგებრობაში შეიძლება აღმოჩნდე იქ თქვენთან იცი რა არის საფრანგეთში ესეთ გაუგებრობაში არ აღმოჩნდები იმიტომ რომ საფრანგეთში ჯარიმა არ მოგდის არც SMS-ი და არც Pol.G და არც მეტრაფია ბანკის საიტით ვებგვერდზე შესვლით საფრანგეთში ნებისმიერი ჯარიმა მოგდის შეკვეთილი წერილი, ანუ შეკვეთილი წერილი გამოგიგზავნა, შენ რომ დაგაჯარიმეს იმაში რა ქუჩაში თუ რაღაცა რომ დააშავე, თუ მოგიფიდა შეკვეთილი წერილი, ჩათვალე ჯარიმა გაქვს მოსული და საგადასახადო, ანუ ტრეზორ პუბლიკი პოლიცია არ გიგზავნის, ტრეზორ პუბლიკი, ანუ საგადასახადო გიგზავნის, რომ შენ პოლიციამ ამადა ამ დღეს, აი ამადა ამ კოდის, ამადა ამ რაღაცის ქვეპუნქტის დარღვევის გამო და გიწერენ რომ ეგ ან მანქანა იყო არასწორად პარკირებული, ან სიჩქარეს გადააჭარბიან რაღაცა და მოგივა შეკვეთილი წერილი, ან ჩაგაბარებენ ხელზე და ხელი უნდა მოაწერო, ადრე აწერდი ფუცელზე ხელზე, ეხლა უკვე ესაა რა ქვია ელექტრონულად ელექტრონულად მოუწერ მოგცემს ემას
iPhones და iPads და იქ მოუწერ ხელს და დაუდასტურებ რომ მიიღე და ის ქვითას გახევ შუაზე ერთს გადმოგცემ შენ აი წერილთან ერთად და მეორეს დაუბრუნებს საგადასახადოს რომ შენ ნამდვილად ჩაგბარდა ჯარი შეიძლება მეზობელმა ჩაიბაროს ეს წერილი? იცი რა მეზობელი ვერ ჩაიბარებს მეზობელს არ ჩააბარებინებენ დაგიტოვებს შენ საფოსტო ყუთში ჩაგიგდებს ამ შეტყობინებას რომ შენ მეორე დილით ან იმავე საღამოს მიხვიდე პოსტაში და იქედან გამოიტანო შენ იმიტომ რომ პოსტაში რომ მიხვალ შენი ID ბარათი უნდა წარადგინო რომ ნამდვილად შენ გიორგი პოპხაძე მე ხა ეს რა ქვია მე მაგალითად ქრისტინას ჯარიმას არავინ არ დამიტოვებს და არც ქრისტინას არ დაუტოვებს ჩემ ჯარიმას იმიტომ რომ მე უნდა ჩამბარდეს ეს ყველაფერი იმიტომ რომ საფრანგეთში კი იცი ხა ყველაფერი კანონით არის განსაზღვრული და მე რო ვთქვა რომ მე ეს არ ჩამბარებია და ქრისტინამ რაღაცაზე მოაწერა ხელი ეგ მე არ მაინტერესებს ეს რა ქვია სასამართლო გაითვალისწინებს რომ დაგუხსავს პოსტის ემასაც წარმომადგენელსაც და იმ ჯარიმის საგადასახადოსაც რომ თქვენ სულელები ხო არა ხართ ეს გიორგი პოპხაძის ეს რა ქვია რა კარგი გიორგი აი კიდე კითხვა უყურე დაგიტოვა წერილი შეტყობინება რომ გაქვს რაღაც მაგრამ ვერ ნახე შენ ნუ ანუ არ გინახავს შეიძლება არ ახარ სახში თქვა ერთი კვირა ერთი თვე ორი თვე და მე ჩამოხვიდე ხუთი თვის შემდეგ ჩამოხვედე ამ შემთხვევაში ბრუნდება უკან 15 დღის განმავლობაში თუ მე არ მივაკითხე აბრუნებს პოსტა ის რა ქვია გზავნილი ბრუნდება იქ მე ნუ რა გიპოვიან გიორგი არ არა მე სხვა კითხვა მაქვს ამის გამო რომ შენ ვერ გიპოვეს საურავი გეკისრება არა შენ საურავი დაგეკისრება იმ მომენტიდან ხელს რომ მოაწერე ჩაგბარდა და არ გადაიხადე 3 თვის განმავლობაში არ გადაიხადე ის რა თქვა 30 ევრო კონდა ყოველსა 3 თვის განმავლობაში თუ არ გადაიხადე მეორე სამთოში ის გაიზრდება რაღაცა 40 თუ 45%-ით მაგრამ 300 ევროს არ უნდა გადააჭარბოს ნებისმიერმა ჯარიმამ მემაში რა ქვია რაც არ უნდა მაღალი იყოს 135 ევროიანი ჯარიმაც რო იყოს თქვა სიჩქარის გადაჭარბებაზე თუ ეხლა ეს რა ქვია 130-იან დაშვებული და შენ გაიარე 700-ით მაგაზე რა თქმა უნდა არა ჯარიმა კი არა მოვლენ დაგაპატიმრებენ და წაგიყვანენ სასამართლოს გადაგცემენ იმ წუთში მაგრამ თუ ისეთია ჯარიმა შენ 300 ევროზე მე ვერ გადა ფრანგული კანონმდებლობით ვერ გადააჭარბებ კარგი ეს ჯარიმის შენ თუ 3 თვის განმავლობაში არ გადაიხადე მე იწყება ეს რა ქვია გაზრდა მაგრამ ვინმე დაგაყადაღოს ეგეთი რამე არ არსებობს საფრანგეთში არა მე სხვა რამეს ვკითხულობ უყურე 3 თვის შემდეგ თუ არ გადაიხადე იწყება საურავის დაკისრება ეს მაგრამ ეს ხდება მაშინ როცა შენ აღიარებული გაქვს ეგ ჯარიმა ანუ ხელი გაქვს მოწერილი მე ვსაუბრობ სხვა რამეზე არ იცი შენ არაფერი ჯარიმის შესახებ აი ვერ ნახე არ შეგაკეთე ვერავინ ვერანაირ საურავს ვერ დამაკისრებს მე მაგალითად კონდა ეგეთი შემთხვევა რომ ეს რა ქვია 20 ევროიანი ჯარიმა ჯო გამიკვირდა საკუთარი სახლის წინ სადაც ცხოვრობდი ძველი მისამართი სადაც იყო 2009-ში თუ 2000 წელში გამიჩერებია მანქანა იქ სადაც არ უნდა გამჩერებოდა და 5 წელს თუ გადასწეს და 2014-15 წელს მომივიდა ეს რა ქვია დაჯარიმება რომ იქო ვერ გიპოვეთო იქო ვაგზავნეთო შენ ემაზეო რა ქვია შენ ძველ მისამართზეო და ახლა ახალ მისამართზე გიპოვეთ მოგივიდა ბატონო ეს რა ქვია ჯარიმა და ის ეგ კი არა და ის წერილებიც მომიტანეს რომელიც იქ აგზავნეს რომ მე არ მეთქვა რომ ის უკან დაბრუნებული წერილები რა რომ აი მე რომ არ მეთქვა რომ იცი რა არის არ მიმიღია და ეს რა ქვია ხო აი ის ის კი მოდი იმიტომ რომ აქ ესე მარტივად არ არის გიორგი ანუ საფრანგეთში სახელმწიფოს ფაქტიურად ვალდებულება რომ დაგიმტკიცოს შენ რომ შენ მიიღე ჯარიმა ხელი მოაწერე მე შენ რომ დაგაკისრე ჯარიმა აგერ შეგატყობინე შენ ეს აღიარე ფაქტიურად ხელ მოწერით და მე რასაკეთებ უკვე ამას კანონმდებლობა არეგულირებს არ გადაიხადე გეკისრება საურავი მაგრამ ეს საფრანგეთში ოფიციალურად წერილად ითვლება წერილი
ან ოფიციალურ, რომელიც შეკვეთილი წერილით, კურიერ რეკომენდაცია ამას, ან აკუზე რესეფსიონი იურიდიულ ემაზე, რა ქვია, ენაზე, ეს აკუზე რესეფსიონი უნდა მომივიდეს. მე რესეფსიონი რატო ის ქვითარი რომელიც მოახერხეს რესეფსიონ უკან უნდა მიიღოს გამომგზავნმა, რომ მე ნამდვილად ჩავიბარე. ეს არის დამამტკიცებელი საბუთი მე ეს ქვითარი და ამით უკვე შემომინდა მე ბევრი რო ვიცახო რომ არ მიმიღია ბატონო არ მიმიღიო მანახებს აგერ შენი ხელმოწერა შენი ID-ის ნომერია შენი ეს არის რა ქვია ყველაფერია და ეს რა ქვია მიიღე კი არა აგერ არის ყველაფერი და კეთილი ინება და გადაიხადა თუ ეს არ მოხდა თუ ეს არ მოხდა მითხრა მე რომ შენო ეს რა ქვია ჯარიმა გაახო გადასახდელიო გაასაჩივრე მაგრამ შენ ხო ესე ვერ დაგეკისრება ჯარიმა ხო ესე შენ ვერ დაგეკისრება ჯარიმა რეალურად ვერ აი მე თუ აკუზე რესეფსიონი არ მიმიღია მე არანაირ ჯარიმას არ მოქმდებარებ და შვიდა მძინავს ემაში რა ქვია ზაცობს და შვიდა დავდივარ ჩემი მანქანა და საახსრულებლო ბიუროდან არავინ არ დაგირეკავს და არ გეტყვის ვიღაცამ ამ პოლიციელმა გამაჩეროს და მითხრას უი შენ ჯარიმა ქონია თბილისში მაგათ მქონდა ესე შენ ხო გააჩერე ჩემ მეგობრო პოლიციელმა უთხრა უი შენ 50 ლარიან ჯარიმა ქონიაო გადაირია გაცა ეს ადამიანი ქონია ეს არა 50 ლარიან ჯარიმა ხო და აქ ესეთი რამე არ არის რა ჯარიმა ეს ჯარიმა შენ აკუზე რესეფსიონი თუ არ მიიღე ისე არანაირ ჯარიმა დაუშვა და შენ ესა კიდევ ვიმეორებ არ დავხვდი ძველ მისამართზე დაბრუნდა ვერ გიპო როცა გიპოვნიან იმ დღიდან იწყება შენი ჯარიმის ათვლა კარგი ვერ შევედრებით საფრანგეთს არც გვინდა თქვა რომ ეს შედარებები ვაკეთოთ თუმცა გავიგეთ როგორ არის საფრანგეთში ცივილიზებული ქვეყანა ბევრს არ მოსწონს შეიძლება იდეოლოგიით და რაღაც მაგრამ ჩვენ როცა ევროპაზე ვსაუბრობთ კანონმდებლობაზე ანუ კანონი როგორი უნდა იყოს მიდგომა როგორი უნდა იყოს სახელმწიფოსი ადამიანების მიმართ აქ რაც ხდება აგერ პირადად ჩემ მაგალითზე ვამბობ ხო აქ რაც ხდება ეს არის ის რომ ადამიანს პირიქით არ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოს სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისთვის რომ ადამიანმა არ გადაიხადოს და გადააცილოს ანუ ეგრე გამოდის ხო ანუ რეალურად გიორგი რასაც ამბობს ეს არ არის მარტო საფრანგეთის ხო სინამდვილეში წინა იმაზეც ვლაპარაკობდით ხო წინა გადაცემაზე ანუ კულტურის ჩამოყალიბება აქ თავარი ვიღაცა იტყვის რომ აი და თურმე იქაც ყოფილა რომ შენ შეიძლება მისამართი შეიცვალო შენ შეიძლება სხვაგან გადახვიდე შენ შეიძლება საერთოდ მოძრაობდე კიდევაც მაგრამ იმის გამო რომ გამონაკლისის შემთხვევები არსებობს ხო ამიტომ ადგე და შენ ვერ უპოულობ რა ვიღაცას აქ სახელმწიფო მოძებნა მარტივი გამოსავალი ვერ უპოულობ ეს ჩემი პრობლემა კი არ არის სახელმწიფოსი არამედ აბა რა ვქნა ამიტომ ყველა დააყენა ფაქტის წინაშე რომ რაღაცა გამონაკლისი იმის გამო რომ ადამიანები იცვლიან ან შეიძლება ჩვენთან ხო როგორ იყო მანქანის ყიდვა გაყიდვის დროს გაამარტივეს და შეიძლება მანქანა შენზე ყოფილიყო გაფორმებული მაგრამ მე უკვე 5 წელია მე მყავს მანქანა და მყავს და გაფორმებული სინამდვილეში შენზეა ჯარიმები შეიძლება შენზე მოდიოდეს ამიტომ აქ სახელმწიფოში მოიფიქრეს ესეთი რამე რატომ უნდა ვიწვალოთ მოვძებნოთ ვიღაცა მე რასაც აღერ ამბობს გიორგი რომ თურმე მთელი წლების მანძილზე გამოგზავნილიც კი მოგუტანა და დაუტო მარტივად წავიდნენ ჩვენთვის თავარი რა არის ფულის ამოღება ანუ რეალურად აქ ის კულტურა კი არ შემოიტანეს რომ ადამიანი მოქალაქე ვალდებულია სახელმწიფოსთან თუ კი რაღაცა დაარღვია და თქვათ ეს კულტურა იყოს რომ მართლაც მოწესრიგებისთვის არის მოწოდებული რომ ჩვენ სახელმწიფოში მოქალაქეები შევთანხმდით აქ ხო ხშირად არის ხოლმე ესეთი რამე რომ თანამდებობა თუ გაქვს ან ნარუშილოვკა თუ გაქვს მაშინ უფლება გაქვს არა იქ შეთანხმდნენ ჩვენ ყველანი თანხმდებით მნიშვნელობა არ აქვს შენ ვინ ხარ რა ხარ მინისტრი ხარ მოქალაქეები თანხმდებით რომ ჩვენ ეს გვჭირდება რატომ გვჭირდება რომ მოწესრიგებული გქონდეს ქალაქში სიტუაცია მანქანის პარკინგი ასეთი უნდა იყოს მოძრაობის წესები ასეთი უნდა იყოს წითელზე ყველანი უნდა გავჩერდეთ აქ ეს კულტურაა ამიტომ არის იქ შედარებით
სხერპლიც ნაკლებია. ადამიანები მიკვირდა ხოლმე, ხო? ის არის, რა ქვია, ანთია, წითელი ფეხით გადასასვლელზე ქუჩაში მოძრაობა არ არის, მაგრამ ადამიანი მაინც დგას. დგას, იმიტომ რომ მან არ შექმნას ის პრეცედენტი, რომ დაარღვია ერთმა, შემდგომმა ვიღაცამაც დაინახა, რომ თურმე შეიძლება დარღვევა და იმანაც გააკეთა. ჯერ ისე ხო, თუ მანქანები არ არის. მე თუ ცოტაა მანქანა. თუ ცოტაა ხო, მე თუ მოვასწრებ გადარბენას. ანუ ეს კულტურაა სინამდვილეში ჩამოაყალიბეს, შეთანხმდნენ, იგრძნეს იმ ადამიანებმა, რომ ჩვენ ამას რაზეც ვთანხმდებით, ჩვენ გვჭირდება ეს. სახელმწიფო კი არ გვჩაგრავს. სახელმწიფოს გამო იმისი არ იყოს, იმაზე რა ქვია, უსაფრთხოების ღვედზე. სახელმწიფომ სანამ არ ცხვირში არ ურტყა, ხო, იქამდე აი ჩვენს მე მჭირდება. მე თვითონ უნდა გავიკეთო, იმიტომ რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენისთვის არის საჭირო. და არა იმიტომ რომ პოლიციელმა არ დამინახოს და პოლიცielis გამო გავაკეთო. აქ ამ კულტურის ჩამოყალიბებაზე ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, სახელმწიფო სინამდვილეში კულტურა ჩამოაყალიბა იმისი რომ უნდა მოძებნო. თუ შენ არ მოძებნი ადამიანი როგორ შეიძლება შენ დააკისრო მას საურავი. ჩვენთან ეს გაგება ვერ მოვიდა და ადამიანები ხშირად იცავენ, აბა ვერ მოძებნა და აბა იმან არ ნახა. აბა ამიტომ არ გადაგააკეთა სახელმწიფო ესე რომ ამოიღო და მე საბოლოო ჯამში მომძებნეს, ხო? კი კაცო, რო დაჭირდა მოგძებნას, იმის არ იყოს გიორგი თქვა, მოგძებნია, ხო? რო დაჭირდები მოგძებნია. სანამ არ გაგიზარდა შენ ჯარიმები, ხო? მანამდე არ მოგძებნა გიორგი. ხო და ამას ვამბობ რა. ამას ვამბობ გიორგი, რომ ესე იგი მისი ინტერესი იყო, რომ ჯარიმა გაზრდილიყო, ხო? ესე გამოდის. მაიმუნობა და манипуляция ეს, იმიტომ რომ მე საფრანგეთში უყურე გოჩა ამბობდა რომ ინფრასტრუქტურის მე რო გადასახადს, რა თქმა უნდა, ფრანგული სახელმწიფოს ვალი და მოვალეობა და ინტერესია რომ ჩემიდან ამოიღოს ეს გადასახადი, მაგრამ ის მერე გვარდება პარკში გოჩამ როგორც თქვა, პარკინგის ემას რა ქვია, მოწყობას, ამას, იმას, ინფრასტრუქტურა. საქართველოში ეს რაიმე თბილისში, ამხელა თბილისში პარკინგი არ უნდა, ხალხი ტროტუარზე აჩერებს და მე პირილი მიდის ტროტუარზე რატო გააჩერე? აბა სად უნდა გავაჩერო, მითხარი. იმიტომ რომ აქ რო ჯარიმა გადავიხადე იმ ქალაქმა მუნიციპალიტეტმა წავიდა რომ მე პარკინგი გამიკეტა უკეთესი მიწის ქვეშა რომ იქ ჩავიდე და ემოსმა რა ქვია იმ დავაპარკინგო მანქანა და მეორე ჯარიმა აღარ მომივიდეს ხო ხო და მე მეორეც კაცო აქ მე სანამ არ მომივიდა და ხელი არ მოვაწერე რომ მე მივიღე ეს ჯარიმა მანამდე მე ჯარიმად არ ვითვლები მე მეორეც კაი დაუშვა და ვიცი რომ 300 ევროზე იქით ვეღარ გამიზდია ნუ ახლა მე უკვე გადასახადო გირეკავს სადღა გადაცემენ აღმასრულებელს და ის მოდის და რაღაცა ტვის გიღებსავს და მაინც ამოიღებენ ამას მაგრამ შემიძლია რომ მივიდე მე 300 ევროს მე და უთხრა რომ ვიცი რა არის მოდი ბაპატიე რა და 1000 ევროთი გადაგიხდი თვეში ან 30 ევროთი ან არა მაქვს ახლა ეს არა მაგაზეც მოდის სახელმწიფო რომ ეს არა აი გიორგი რასაც ამბობს ანუ იქ მთავარი რა არის რომ ადამიანებმა იგრძნონ ის რომ მათ დანაშაული რო ჩაიდინა ხო რამენაირი ფორმით მოახერხოს და თქვათ აი გადახდის ფორმა და ეს ანუ რეალურად შენ გაიძულებს რასაკვირველია იქაც არის იძულების მომენტი ოღონდ შედი შემსგომარე რატოა 300-ზე მეტი არ არის იმიტომ ხელფასიდან გამომდინარე ამბობს აქ ვაფშე არ აინტერესებს საერთოდ არ არის ხო ეს ინტერესი მე შენ გაკისრებ და მორჩა შენ მე თუ ამას არ გააკეთებ სახლს გაგიყიდი გეუნება მისი არ იყოს ფილმებში გვაქვს ნანახი იქ კანონი ხო სინამდვილეში ადამიანზე მორგებულია ნუ ადამიანი მაქსიმალურად რასაკვირველია დამრღვევი უნდა ისჯებოდეს ოღონდ თავარი რა არის რომ ადამიანი გრძნობდეს იმას რომ იმ საზოგადოებასთან რაღაცა ვალდებულება შემოვიდეს და აქ თავარი რა არის რომ ფისკალური ეფექტი მოახდინოს მაქსიმალურად მეტი ფული ამოიღოს იმიტომ რომ თან შეხედეს რომ ყოველწლიურად იზრდება და იზრდება კაცო ამ ჯარიმებით ბიუჯეტში შემოსავალი მატულობს და ქვეყანას რომელსაც სინამდვილეში იმაზე კი არ არის ორიენტირებული რომ შევქმნა ის გარემო რომ შენ გადახდებს უნარიანი გახდე შენ შეგიქმნა ისეთი პირობები რომ შენ თავი იგრძნო რომ შემოსავალი შემოგდის აქ ნაკლებად აინტერესებს ხო აქ არის მთავარი რომ გავზარდე ეს ფისკალური ეფექტი ამოვიდა ეს ფული რა კარგი რამე ყოფილა ეს ჯარიმები მოდი მოუმატოთ შეიძლება 150 ლარიანს ეხლა გიორგი რო ამბობს რაზე ეციდან საუბარი
ტექ დათვალიერებაზე. სანამ პირველად მეც დამემართა, რასაც გიორგი იძახის მსგავსი შემთხვევაში. რაზე მომივიდა ჯარიმა, ამასაც კი ვერ ვიგებდი წესიერად. რომ რატომ მომივიდა? ვიდეო იმაში ვნახულობ, არაფერი დავარღვიე. თურმე დააფიქსირა, რომ შენ არა გაქვს გავლილი ტიპს, რა ქვია, ტექ დათვალიერება. ამ ტექ დათვალიერებაზეც ჯან მესიჯია, ასე თუ გაქვს აწყობილი, მესიჯი მაინც უნდა მოდიოდეს და გეუბნებოდი თქვენ ეხლა ტექ დათვალიერების ის მოგდის ხო ვადა. არა, აქ ჩასაფრებული რაზეა? თქვენთან ტექ დათვალიერებაზე ფანჯარაზე არ გიკრავენ, როდის გიმთავრდება ტექ დათვალიერება. არა, კაცო, მაგი კი არა, კიდე გეუბნები, იმ საბუთსაც კი რომელსაც გაძლევენ, იქ ვადაც არ წერია, კაცო, იმაში, რომ მე ერთხელ ამოვიღე ეს შევხედო ერთი ვადა, რომელი რიცხვში მომწეს, ისიც არ წერია იმ ტექ დათვალიერების იმაზე, რომ იმის მიხედვით დავთვალო, რომ წელიწადში თქვა. უკვე დარღვევა გოჩა, იმიტომ რომ აქ როგორ არის, ბელგიაში ყოველ წელს ატარებ იმას, რა ქვია, ტექ დათვალიერებას, იმიტომ ყიდულობენ ფრანგები ებაში, რა ქვია, ბელგიაში მანქანებს, იქ ყოველ წელს ჭირდება ტექ დათვალიერება. საფრანგეთში 2 წელიწადში ერთხელ არის. და საქარე მინაზე გაქვს მიკრული. საბჭოთა პერიოდში მახსოვს, კაცო, ეგრე იყო, მიკრული ქონდა იმაზე, რა ქვია, საქარე მინაზე ხოლმე. არა, მეგობრებო, ეხლა მე მაგალითად SMS-ით მოგდის. თუ შენ გავლილი ქონდა ტექ დათვალიერება, მე რო უკვე გიმთავრდება, SMS-ით მოგდის, რომ თქვენ ამ დროს გიმთავრდებათ. ეს ერთი და იმ საბუთშიც რამდენადაც მე მახსოვს. არა, მე წყობა გააჩნია რომელში გადიხარ. მე სადაც გატარებული მქონდა. შეიძლება, არა, მე მჯერა შენი, მაგრამ მე საბუთში, მე მგონი, ჩემ საბუთში ალბათ იქ სადღაცას ფურცელზე წერია, მაგრამ ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ საუბრობთ სხვა რამეზე, იმაზე კი არა, რომ მე თუ არ გავიარე ტექ დათვალიერება, რატო დამაჯარიმე. არ გავიარე დამაჯარიმე. მაგრამ რო დამაჯარიმე, მითხარი რო დამაჯარიმე, რომ მე და მეორედ რომ აჯარიმებ კიდე ზემოდან იმ ჯარიმაზე რომ აკისრებ, საურავს ისეთ შემატყობინე. იმაზე კიდე ერთ საურავს რომ აკისრებ და 450-მდე რომ თან ერთსაც გეტყვი. შენ რა გამოგივიდა შენი მონაყოლიდან? გამოვიდა ესე რომ შენ ორჯერ ხარ დაჯარიმებული ტექ დათვალიერების იმას. ერთ შემთხვევაში როცა გადაიხადე და მეორეჯერ იგივე ტექ დათვალიერებაზე კიდევ ახალი გაქვს. ანუ რეალურად ერთ დარღვევაზე ორჯერ მაქვს, რა ქვია, მიღებული ჯარიმა. უბრალოდ შეიძლება ერთი დღეს დამაფიქსირა, მეორე ხვალ დაგაფიქსირა. ანუ ერთხელ ორ ასე შეიძლება 5ჯერ პერიოდში კი, მთლიან თვის განმავლობაში შეიძლება მოგივიდეს ყოველ იმაზე სულ ახალ-ახალი გექნება. აი ესეც უკვე ეგეც უკვე ძალიან ცუდი რაღაცაა. ტექ დათვალიერება არ გავიარე, ჩემი პრობლემა არის. თუ ტექ და არავინ არ მაჯარიმებს მე საფრანგეთში, მაგრამ თუ გამაჩერა მე პოლიციელმა, რა თქმა უნდა, მაჯარიმებენ 80-ევროიან ჯარიმა არის. მაგრამ ახლა ის რომ ტექ დათვალიერება გადაგიცდა და დაგაჯარიმებო, ეგეთი რაღაცა არ მინახია რა. არა, თან როგორ არის ხო გიორგი, მივხვდი? დათვალიერება უნდა გამევლო იმაში, რა ქვია, ეხლა ივლისში დამიმთავრდა რა. ჯერ დავდივარ კიდე იმას არ ვწდები, იმიტომ რომ მე რო დავრეკე იმაში, რა ქვია, ტექ დათვალიერებაში, მითხრეს რომ 16 ანუ მომავალ კვირას უნდა ჩავიდე ტექ დათვალიერებას და ის SMS-ი რაც გამომიგზავნა იმას ვაჩვენებ იმას, რა ქვია, პოლიციელმა თუ გამაჩერა, რომ აი 16-ში მაქვს აპოინტმენტი, ჩავალ და მეკნება და მანამდე შემიძლია რომ ვიარო იმით, რა ქვია, იმიტომ რომ მე მაქვს აპოინტმენტი. რო არ მქონდეს ეს და არ მქონდეს აღებული ტექ დათვალიერების აპოინტმენტი, მაშინ გამაჩერებს დამაჯარიმებს, მაგრამ ის რომ შენ ტექ დათვალიერება გავლილი არა გაქვს და ავტომატურად დაგაჯარიმა, არ ვიღაცამ დაგაფიქსირა, ეგეთი რამე არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. ვიდეო ჯარიმაზეა, ვიდეო კამერა გაფიქსირა. ვიდეოთი მოგდის. ანუ არის კამერები, რომლებიც შენ რო ტექ დათვალიერება არ გაქვს, ყველა არ არის. ანუ ერთმა ისიც კი მითხრა, რომ რამოდენიმე ადგილზეა მხოლოდ ეს კამერები, რომლებიც კონკრეტულად ამას აჯარიმებს და აი მაგრამ ეგ არ არის დაჯარიმების საფუძველი, ესა რა ქვია, გოჩა. ეგ არ არის დაჯარიმების საფუძველი, უბრალოდ ტექ დათვალიერებით მანქანა მე არ მაქვს, ესა რა ქვია, პოლიციელმა უნდა გაგაჩერო შენ. სხვა შემთხვევაში თუ არ დაგიჭირა, ახლა საფრანგეთში შეგონე კამერები არ არის, მაგრამ ესე არ მოგდის უპრაგონო ჯარიმა რომ შენ ეს აგაკო. ტექ დათვალიერება ჩვენთან ასე ვთქვათ ამ მიმართულებით უფრო განვითარდით. უფრო ტექ საშუალებებს ვიყენებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რაც გიორგი ამბობს. ჩვენს ტექ საშუალებები რო ასე განავითარე. შეკადამიანო გამაგებინე მაინც მე რომ მაჯარიმე, ბრაზე მაჯარიმე.
რას თვითონ უნდა ის განავითარეს და რას თვითონ არ უნდა რაც მე უნდა გამაგებინო ის არ განავითარეს არა ბოდიში მაგრამ აგერ გიორგი რო ამბობს საფრანგეთში გიორგის თქმის არ იყოს რა საფრანგეთში რა კამერები აკლია თუ რა თუ საფრანგეთი მართლა ჩამორჩენილია საქართველოზე და იქ ტექნიკურად ვერ განვითარდნენ მიდგომა კიდევ ერთხელ სახელმწიფოს მიდგომა ის ჩინოვნიკი რომელიც ამ კანონს მიიღებს იმას არც ნარუშილოვკა ექნება არც რაღაც პრივილეგიები იცის რომ ხვალ ზეგრო წავა სამსახურიდან ზუსტად აი ამ სისტემის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს და ამიტომ ფიქრობს რომ ისეთი კანონები შევქმნათ რომ მეც და ჩემო ოჯახმაც მეგობრებმაც რომ ყველა ვიგრძნოთ რომ სახელმწიფო ზრუნავს ადამიანებზე აქ სხვანაირად არის ძმაო მე პარლამენტში ვარ მე ვარ იმაში სამინისტროში მე ვარ იქ ვმუშაობ არანაირი პრობლემა მე არ მაწუხებს იმხელა ხელფასები მაქვს რაღაც და ხვალ ზეგ იმ ბიზნესები რამე ჯერთი ხვალ ზეგ წავალ თუ არა სამსახურიდან ეგეც საკითხავია მაგრამ იმდენი მილიონი მაქვს ნაშოვნი რომ სულ რო წავიდე და რაღაც ბიზნესში ვიქნები ფული არ მომაკლდება არაფერი სანაცნობო წრე დიდი მყავს ამიტომ არანაირი პრობლემა არ არის მოდი აი ახლა ესე გავაკეთოთ აი ეს არის განსხვავება სახელმწიფო ხელისუფლებებს შორის ერთია როცა ხელისუფლებაში მიდის ადამიანი რომელსაც არანაირი პრივილეგია არ აქვს იმით რომ ის არის პრეზიდენტი პირიქით პასუხისმგებლობა ეკისრება თორე პრივილეგია არანაირი ისეთი არ აქვს გარდა შეიძლება მანქანა ემსახურებოდეს რაღაც კაბინეტი კონდეს და ხელფასი კონდეს თქვა პრეზიდენტის ხო მაგრამ მთავრდება თუ არა მისი ვადა საპრეზიდენტო ვადა ის ხდება ჩვეულებრივი ადამიანი მილიარდები და მილიონები და მილიარდები არ აქვს ნაშოვნი ბიზნესები და რაღაცა ხდება ჩვეულებრივი ადამიანი დადის ქუჩაში და ზუსტად იმ კანონებს ემორჩილება რა კანონებსაც თავის დროზე თვითონ ხელს მიღებას ხელს უწყობდა ოღონდ გიორგი ერთადერთი ქვეყანა არის ევროპა სადაც პრეზიდენტი ცხოვრობს პრეზიდენტის სასახლეში ხო დანარჩენი თუ საპრეზიდენტო კანცლერი მაგალითად არ ცხოვრობს გერმანიაში კანცლერის სასახლე არა აი ბელგიაში ჰოლანდიაში საქართველოშიც პრეზიდენტის სასახლეში ცხოვრობს ხო მაგრამ უყურე ის შევიდა და მაინც პრეზიდენტად რჩება 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში მაგალითად ხო მაშ ბელგიაში მაგალითად და ჰოლანდიაში ძალიან ცნობილი ეს არის რომ რიუტე ველოსიპედით რო წავიდა რომ დაამთავრა ეს რა ქვია თავისი როდესაც მე ხშირად მატარებელში შემხვედრია მაგალითად ბელგიის პრემიერ-მინისტრი რომელიც მატარებლით მიდიოდა იპრში ცხოვრობს და ორშაბათს ახლა პარასკევს წავიდა იმაში რა ქვია თავის სახლში და მატარებლით წამოვიდა ორშაბათს როგორც ხვები და დადიოდნენ მატარებელში და ისე დაცვა და მძღოლი ნორდის სადგურზე დავდა იქ იწყება მისი სამსახურეობრივია და რა არის გიორგი ახლა რასაც ვლაპარაკობდით ხო რა არის სინამდვილეში განსხვავება სახელმწიფო ადამიანებმა შექმნეს თავიანთვის და ჩვენთან ადამიანები არის სახელმწიფოს მომსახურეობისთვის. აქ ხო თითოეული მოქალაქისთვის პიროვნება, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, შიშის თვალით უყურებს და ევროპაში უყურებს როგორც მომსახურეს. ეს არის განსხვავება. დაქირავებულია მისი, კაცო, ის პოლიციელს ის უყურებს, რომ ფულს ეს უხდის. საგადასახადო ინსპექტორს ეს უხდის და კი არ ეშინია, რო ხედავ საგადასახადო ინსპექტორი მოვიდა და უიმე დავიქეციო. არა, პირიქით, ეს საგადასახადო ინსპექტორი იმიტომ ჭირდება, რომ ვიღაცამ სწორი კონკურენტ გარემო არ დაარღვიოს და მე არ შემექმნას პრობლემა, ამიტომ არსებობს ის საგადასახადოს ინსპექტორი. ამიტომ არსებობს პოლიციელი, რომ ჩემი უფლება დაიცვას და ჩვენთან პოლიციელს რო ხედავ რაღაცა შარში ხარ, უკვე კაცო პოლიციელი რო გელაპარაკება. და დამოკიდებულება სახელმწიფოსთან ჩვენი არის, რომ ჩვენ ვართ თითქოს შექმნილი ამ სახელმწიფოსთვის, კაცო, რომ ამათმა რამენაირად ჩვენგან ფული ამოიღო. ძალიან ლამაზი სახელი ქვია საფრანგეთში მაგალითად პატრონს, ხო, გარდიან დუ პე, შვიდობის დამამყარებელი, ანუ შვიდობის შემგნელი, გარდიან დუ პე, ანუ შვიდობის მაცკერალი, ან დამცველი, გამიგერო, იმასთან შეგიძლია ყველა კითხო, იმიტომ არის ის საქართველოში დღემდე არა რომ პოლიციას არ კითხავენ რაღაცა ესე აი საფრანგეთში ფრანგი მაგალითად გააჩერენ პოლიციას და
იმას კითხავ შნუროკი გამეხსნა და სად მივიდე და აი უყვართ ურთიერთობა არის ჩვეულებრივი ის არის და ჩვენთან კიდე გეუბნები ხა ჩვენთან პოლიციელთან რა უნდა გიჭირდეს რომ იმას მიმართო რა იმიტომ რომ შარია რა ხლა ამას რატო ვამბობ ხა კადრებს რომ უყურებ ალბათ ბევრჯერა გაქვთ ნანახი ხო რა გაგახსენდებათ დაკავებული ადამიანი ერთი პოლიციელი აზის ზემოდან ძირს არის დაგდებული მეორე მოდის და წიხს ურტყავს ბიჭო პოლიციელი რო წიხს ურტყავ ესმის დაკავების მომენტში ჭიდაობა აკავებს შეიძლება დაზიანება ძირს დაწვენილ ადამიანს წიხს რო ურტყავ და ის პოლიციელი დღესაც პოლიციაში მუშაობს დაამთავრდა იმ სახელმწიფოში ლაპარაკი ეს არის გოთა მე მქონია შემთხვევა სტრასბურგში აი ნატოს სამიტი რო იყო ანტიგლობალისტების ჯგუფში პოლიციამ და ანტიგლობალისტებმა იჭუბეს და ჟურნალისტების დამიჭირეს თან ისე რომ აი რომ ამაგდეს აერში სანამ ქვემო ჩამოვარდი კარგად აი ვერტყებოდი ერთი პირა ისე ვიყავ მაგრამ აი როგორც კი მე მიმიყვანეს აი ჭიდაობით და რაღაცა ძალიან მართლა მუჟლუგუნის მომხდა და დუბინკაც აი როგორც კი ჩამსვეს იმ მასში რა ქვია ავტობუსში ხო მანქანაში ავტობუსში შეყვან იქ უკვე აბსოლუტურად შეიცვალა ყველაფერი რა და პოლიციის ემაში შენობაში რომ მიყვანეს იქ რა ვიცი ყავა სიგარეტი ესა რა ქვია ადამიანი ხარ ჩვეულებრივად ადამიანად გძნობს ხო ჩვეულებრივად და მე ბოდიშ რო გაიგესო ჟურნალისტი ვიყავი მითხრეს რომ უკან წაგიყვანთო იმიტომ რომ შორს ხარ გამოსულიო და ბოდიშები იხადეს რომ ჩვენ ახლა იქ რო ვაკავებთ ადამიანებს სახეზე არ გაწერიათ არავის ვინ ჟურნალისტი ხარ ვინ ესა ხარ ვინ ისა ხარ თან მაშინ არ იყო ესე რომ ახლა პრესა უნდა გეწეროს რაღაცა თავზე უნდა ჩიხტიკობი უნდა გეპაროს მაშინ არ იყო ესეთი რაღაცა ხო არ გამოირჩეოდი და დაგიჭირეს შენს რა პრობლემაა მე რა ბოდიში მოგიხადა აქ პოლიციელი არის უბრალოდ შენი დაკავების იმას შენ როგორც კი მიგიყვანა პოლიციის განყოფილებაში იმან თავისი მოვალეობა მოიხსნა და გადაგაბარა პროკურატურას და მოსამართლეს და გამომძიებელს მაყურებელმა რო სწორად გაიგოს ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ რომ პოლიციელმა თქვა ძალა არ უნდა გამოიყენოს და რაღაც ეხლა პოლიციელი სახელმწიფოში რომელსაც ხალხი სცემს ბუნებრივია ვერაფერს ვერ გააკეთებს ესეთი პოლიცია არავის არ უნდა არც ფრანგებს არც ქართველებს და არავის ხო პოლიცია ძალადობას ბუნებრივია ძალადობით უპასუხებს მაგრამ აი რასაც ამბობს გოჩა როცა უკვე ძალადობის საფრთხე არ არსებობს ადამიანი ძირს გდია და შეიძლება ბორკილებიც ადევს აი შენ მაშინ რომ მივა სხვა პოლიციელი და წილს ამოარტყავს აი ამაზეა საუბარი რომ ესეთი რაღაცა იქ უნდა დაამთავრო ხო ის პოლიციელი მინიმუმ პოლიციაში ხო აღარ უნდა მუშაობდეს და ჩვენთან ეს აზრი არავის არ მოსდის თავში კაცო ჩვეულებრივად მიაჩნია რომ მივიდა და მეგობარი პოლიციელი იყო და მიეხმარა და უთხრა იმას ის რაც გორში გააკეთეს წარმოუდგენელია და გამოვიდნენ ჩვენი ქართული ოცნების დეპუტატები და თქვენს რომ ego ხალხის დასანახავადო როგორ ქენითო ის კი არა რომ ესა რა ქვია ეს სკანდალად ეს პირველ რიგში აი გიო სწორესამო პირველ რიგში სინამდვილეში ყველაზე მეტი და მძაფრი რეაქცია ხელისუფალს უნდა ქონდეს სახელისუფლებას უნდა ქონდეს აკონტროლებელს უნდა ქონდეს რომ ამას როგორ აკეთებთ რომ მე არ დამიტოვოს რა ოპოზიციაში მყოფს იმაზე სალაპარაკო რომ ჩვენ კი არ პირველი მათ უნდა გაეკეთებინათ ეს რეაქცია არა მეგობარო იმიტომ კი არა რომ ოპოზიციას არ დაუტოვოს სალაპარაკო იმიტომ რომ ხვალზე მე რო ქუჩაში აღმოვჩნდები და არ ვიქნები ხელისუფლებაში მე არ დამემართოს აი ამაზე უნდა იფიქროს ეს არის ანუ ამოსავალი წერტილი რა არის ხელისუფლებიდან შენ როცა გონია რომ ხელისუფლებაში მუდმივად უნდა იყო და ხარ და იქნები და მთელი ამბავი და მილიონებს და მილიარდებს შოულობ მაშინ არ ზრუნავ იმაზე რომ წესრიგი როგორი უნდა იყოს სისტემა როგორ ავაწყო როგორ უნდა იმუშაოს სწორად და ასე შემდეგ არა მაგრამ როცა შენ იცი რომ 2 წელიწადში მთავრდება შენი ვადა ხელისუფლებაში ყოფნის ვადა და ჩვეულებრივი მოქალაქე გახდები ყოველგვარი პრივილეგიების გარეშე იწყებ ფიქსო ბიჭო ჩემს ხო იმუშავებს ეს კანონი არ მინდა რომ ამ კანონმა ჩემზე მოდი ეს კანონი ეხლა შევწოვო ეს და ასე და მე აი ზუსტად ასე იქმნება ნორმალური სახელმწიფო როცა საერთოდ ნათქვამია ხო ბიბლიაშიც არის რომ რაც ხვისთვის არ გინდა რაც შენთვის არ გინდა სხვას ნუ გაუკეთებ აი ამ პრინციპით უნდა ცხოვრობდეს და უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება რაც შენთვის არ გინდა სხვას ნუ გაუკეთებ მაგრამ დღეს სხვანაირად არის
მე არ მაინტერესებს, მე მაინც ამას მივაღწევ, მე ფული მაქვს, მე მოდი ჯარიმები ამათ დავაკისროთ. არანაირი პრობლემა, მე თუ შემხვდა ჯარიმა, არ არის პრობლემა, კაცო, 16000-დან 500 ლარს გადავიხეს. მაგრამ იმ ადამიანს კითხე, რომელსაც 500 ლარი სულ აქვს ერთი თვის განმავლობაში. კი ბატონო, ჩვენთან ხო ადამიანების დიდი ნაწილი ხო ტაქსზე მუშაობს, ხო ის ადამიანები, რომლებმაც ვერაფერი ვეღარ მოახერხა, ხო რეალურად უმაღლეს დამთავრებული პროფესიონალი, რომელიც არავის არაფერში არ ჭირდება, დაჯდა ტაქსით რაღაცა შოულობს და შენ ამხელა ჯარიმას 150 ლარს და იმას რო დააკისრებ. მისთვის ხო ეს დანგრევაა ყველაფრის, კაცო, ცხოვრების დანგრევაა, ხო? და კი ბატონო, სახელმწიფო რატო შევქმენით? აი რასაც ჩვენ იმაში ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტიტუციაში წერია, პირდაპირ ჯარიმა უნდა შეესაბამებოდეს შემოსავალს, ისე სხვანაირად ჯარიმას, ანუ კონსტიტუციამ განსაზღვრა. საფრანგეთში შეიძლება კონსტიტუციაში არ წერია, მაგრამ როცა კი ერთმა სახელმწიფომ ესეთი რამე გააკეთა, ინგლისელ ლაპარაკობდით. ინგლისი ძირითადად ის რა არის? ჩვენ უკვე წლების განმავლობაში, რადგან ესეც ცხოვრობთ, ამიტომ ამას არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ეს გამოგვიმუშავდა, უკვე მენტალურად უყურებს. ჩვენს ქვეყანაში პრეცედენტული სამართალი, ხო, ბიჭო 400 წელია ასე ვცხოვრობთ, ამას როგორ შევცვლით, ხო? ეს ამაზე იდგა ინგლისის. არ ჭირდება, თქვათ, ეხლა საფრანგეთმა შეიძლება კონსტიტუციაში არ ჩაწერა, რომ ეს უნდა იყოს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, მაგრამ 300 ევროთი მან თქვა, რომ იმის გამო, რომ 3000 ევრო აქვს დაბალი ხელფასია, ხო, შედარებით თქვათ ადამიანს, ამიტომ 300 ევრო უნდა იყოს მინიმუმი. ვიღაცას მეტია, ხო, მაქსიმუმი. ვიღაცა შეიძლება 10000 აქვს, მაგრამ რადგან ამოვიდა იქიდან, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი ვისა აქვს და იმის მიხედვით უნდა იყოს ჯარიმა, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ადამიანს დააკისრა ესეთი ჯარიმა, რომელსაც ის ვერ იხდის და უკვე ნიშნავს, რომ შევქმნით პრეცედენტი იმისი, რომ ადამიანები კანონგარეში აღმოჩნდნენ და უკვე იწყებს როგორ აიცილოს, რა გააკეთოს, კორუფციას ხო სინამდვილეში კანონი ბადებს. ანუ შენ შექმენი ისეთი გარემო, მე მახსოვს ერთ-ერთი იმაზე იყო, რომ მებაჟემ აიღო ფული ევროპული მაშინ და ნახეს რომ მებაჟე კაცო რაღაცაში ფულს იღებს. გადაირივნენ ხო შიდა იმაში კონტროლის იმაში და დაიწყეს მოკვლევა. რა მიიყვანეს მებაჟი აქამდე? აღმოჩნდა რომ თურმე დაზღვევა კი აქვს, მაგრამ იმ მომენტში გაჩერებული ქონდა დაზღვევა, მისი მშობელს არ ეყო, დედა ყავდა ცუდად და ამიტომ ფული დასჭირდა ამ ადამიანს და აიღო ვიღაცას გამოართვა ეს ფული. რაქნეს კი არ გააგდეს. უთხრეს რომ ჩვენ ვნახეთო ეს ყველაფერიო, რაზე იყო, გავარკვიეთ რაზეა. აქედან გამომდინარე, ეხლავეო ამ დაზღვევის იმას დაგიჩქარებთო, პრობლემები მოუგვარეს ადამიანს და უთხრეს რომ ეს გამაფრთხილებელი იყოს მეორეჯერ ესეთი არ. ეს უკვე ნიშნავს რომ ასე რომ გექცევიან, შენც ხომ ფიქრობ რომ შენზე სახელმწიფოს უნავს. იდეალური არც ევროპაა და ახლა ჩილეს არ იყოს დემოკრატიაც არ არის იდეალური, სხვა არაფერი ვერაფერი ვერ მოვიგონეთ, მაგრამ ასე თუ ისე ეს სისტემა აქ მუშაობს. კანონის უზენაესობა რა და არა ის რომ გიორგის 150 ლარი და ამასნეს და მე დაუმალეს კიდე მეორე მემას ამან არ იცოდა და ბიჭო საფრანგეთში ახლა დაუშვა და გავაჩერე იგივეს გეტყვი გიო დაუშვა და გავაჩერე მანქანას სუდად და დამაჯარიმეს ხო და გამოიარა მეორე პოლიციელმა ის მე ვეღარ დამაჯარიმებს იმიტომ რომ ის რომ შევიდა სისტემაში ნახა რომ მე უკვე ამაზე ჯარიმა მაქვს და ორ ჯარიმას და თბილისში ერთი და იგივე ადგილზე გაჩერებაზე კაცო ჩემ ქვის ყოფილზე მასკეს სამი მოუვიდა ჯარიმა კი ბატონო ხო და ამაზე ვსაუბრობ ზუსტად რომ არის მიდგომა როცა ადამიანი ხელისუფლებაში ხარ და ფიქრობ რომ აი რაღაც კანონებზე უნდა ვიმუშაოთ ხო ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხარ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ხარ იმაზე ფიქრობ ხვალ რო არ ვიქნები მე როგორ ვიცხოვრო ხო აი მე არ მინდა მაგალითად რომ მე დამაჯარიმონ მოდი დღეს უნდა ვიფიქრო რომ ხალხი არაჯარიმონ ტყილა უბრალოდ სამჯერ თუნდაც ერთი დარღვევის გამო იმის რომ ხვალ ზეგ მე რო აღარ ვიქნები ხელისუფლებაში მე დამემართება და ასე შემდეგ აი მაშინ უგაცრავდა საფრანგეთის შინაგან მინისტრი საქმეთა მინისტრი არ დააჯარიმეს ინტერვიუს აძლევდა და კამ უკანო დაჯდა კამარი არ გაიკეთა და ისე ემართა ატყდა მთელი ამბავი ამაზე და დააჯარ 20 ევროა ჯარიმა კამრის არ გაკეთებაზე და დიდი საქმით დააჯარიმეს ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი იმიტომ რომ მან დაარღვია ის კანონმდებლობა იმიტომ რომ ახლა ბევრი იცახა დამავიწყო კამერების პროექტს გქონდა მაგრამ არა და რა მნიშვნელობა
დააჯარიმე. ხო იცი, საფრანგეთში, აი მომისმენ, საფრანგეთში თანამდებობის პირი მაინც ჩვეულებრივი მოქალაქეა და რა ჩვენთან ესე არა, ჩვენთან მე ყველაზე უკეთესი ვარიანტი მინდა, აი ჩვენთვის ყველაზე უკეთესი წარმოვიდგინო, რომ ეხლა ჯანდაბას სარგებლობს პრივილეგიებით, მაგრამ იმაზე მაინც რომ იფიქროს, რომ ხვალზე ეგ, როდესაც ხელისუფლებაში არ იქნება, მას მოუწევს ამ კანონების დაცვა, რომელსაც დღეს უაზრო კანონების დაცვა, რომელსაც დღეს იღებს, მაინც რაღაცა შეიცვლებოდა და არც ეს გვაქვს, არც ის გვაქვს და იმაზე ნახდათ ვერ ვიოცნებებ, რომ საფრანგეთში ეხლა პრეზიდენტია თუ პრემიერ-მინისტრია თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც დადის და ასევე აჯარიმებენ, როგორც სხვა ჩვენთან ეგეთ რამე ხო იცი რომ არ ხდება. ხო და აქედან იმიტომ ვამბობ რა რომ სანამ სისტემა არ გარდაიქმნება და ახალი ადამიანი რომელიც მოდის ხელისუფლებაში ეს ადამიანი საზოგადოება უნდა იცოდეს ჩვენ ვირჩევთ ადამიანებს ანუ ვქირავთ მენეჯერებს რომლებიც მართავენ სახელმწიფოს იღებენ ისეთ კანონებს რა კანონების დაცვით მათ თვითონ კომფორტს თვითონ კონკრეტულად ამ ადამიანებს კომფორტს შეუქმნის და თუ მე ჩემთვის ისეთ კანონებს ვიღებ თქვათ რომ მე კომფორტს მიქნის ოღონდ აქ არ არის საუბარი იმაზე რომ მილიონერებია და გადასახადი ნაკლები გადავიხადოთ მილიონებზე ასეთი კანონები უკვე ამათმა მიიღეს და საკუთარ თავს შეუქმნეს კომფორტი აქ საუბარი არის ჩვეულებრივ აი თუნდაც ჯარიმებზე თუნდაც სიარულზე, საცობებში და იმაში მე რო ვიცი რომ ხვალ მე დავდგები იმ საცობში და უკვე ბასლაინს ვეღარ გამოვიყენებ. აქედანვე დავიწყებ, ხო ფიქს რა გავაკეთო რომ განიტვირთოს ქალაქი და არა პირიქით რომ რაც შეიძლება მეტად დავტვირთო რომ ოღონდაც ფული შევიდეს. ასეთი აზროვნება როცა იქნება ხელისუფლებაში მე ეშველება ხალხს მაგრამ როცა ჩვენ ვირჩევთ ხელისუფლებაში ადამიანებს რომლებსაც მე რატომღაც გადაუტრიალდება ხოლმე გონება გონია რომ ესენი არიან მუდმივად ჩვენ უნდა იყვნენ მუდმივად ხელისუფლებაში აი მაშინ ნელ-ნელა და უფრო ეხლა ბოლო პერიოდში უფრო ჩქარა მივიწევთ უკან სააკაშვილს ეგონა თავის დროზე ეხლა ამად გონიათ იმედი მაქვს რომ ახალს ვისაც ავირჩევთ ნამდვილად დაქირავებული იქნება და იზრუნებს საქართველოზე თუმცა ნუ შეიძლება არ მოხდეს ესე მაგრამ ცვლილება რო არის საჭირო ეს უეჭველია ეს 100%-იანია ცვლილება ჩვენ მანამ არაფერი არ გვეშველება სანამ კანონის უზენაესობა არ იქნება ქვეყანაში და მანამ არ გვეშველება არაფერი სანამ ჩინოვნიკი არ მიხვდება რუტესავით და ბარტოვერივით რომ დაამთავრებს ველოსიპედზე უნდა დაჟდეს და წავიდეს და ბარტოვერმა რომ კატა ამოიდო თავისი ღლიაში და წავიდა სახლში ხო აი სანამ ამას არ მიხვდება ხო აი მანამდე არ გვეშველება არაფერი კანონი არის ბარტოვერისთვისაც რუტესთვისაც გიორგისთვისაც ფრენკისთვისაც ჟან-პოლ პიერისთვისაც და რა ვიცი ყველასთვის ერთნაირი და ერთი და იგივე ხო ეხლა მინისტრი არ გაიკეთა ესა რა ქვია არ გაუტარეს 20 ევროზეა ლაპარაკი მაგრამ არ გაუტარეს ეგ არის სწორედ სახელმწიფო და აქედან გამომდინარეა აგერ შენს გიორგიც ამას ამბობს და ყველამ ვინ მოვიყვანოთ კი არა როცა კანონია უზენაესი ვინც არ უნდა მოიყვანო ხო იმ ზღურებს შეიძლება ოდნავ უკეთესი ან ოდნავ უარესი იყოს მაგრამ როცა კანონია მთავარი და კანონი მართავს და არა პიროვნება ხო მაშინ ამ ჩარჩოში ჯდება რა ნებისმიერი ადამიანი და ჩვენ პრეზიდენტები გავიხსენოთ ვერც ერთი ვერ ეტეოდა იმ კანონებში ისინი უფრო დიდი იყვნენ ვიდრე კანონი ისინი ამ კანონების დარღვევას და თან ადამიანების უდიდესი ნაწილი ამას თვლიდა რომ ნუ ეხლა რა პრემიერია და ეხლა ნუ იზავდა ამას პრეზიდენტია და კი ბატონო კი დაარღვია აი რასაც შენ ამბობ როცა არ გაუტარა ხო იმ ვიღაც პოლიციელმა რომელმაც არ გაუტარა აი ეს უნდა შექმნა როცა მოქალაქე არ გაუტარებს როცა სახში რომ მივადა თავისი მეზობელი რო ეთქვის რომ ეს რა ქენი და ჩვენთან რო დააქციოს ქვეყანა ეს მეზობელი ეუნება უიმე რა კარგი ხარ ოჯახში ეუნებიან უი რა კარგი ხარ არაუშავს რო გაგინებენ აიტანე იმას კი არაუნება რო გაგინებენ კაცო რატო გაიხადე საგინებლად დავი არაუშავს კაცო შენ ნუ მიაქცევ ყურადღებას შენ ხომ აი ჩვენიანი ხარ აი სანამ ეს საზოგადოება გვექნება და სანამ კანონი არ მართავს მანამდე ვიქნებით ესე რა ხან ერთ მერე უნდა ვეძებოთ პატრიოტიზმი სულ ამბობ ხოლმე რომ აი
აი ნოდარ მელაძემის ჩვენი დეპუტატების სახლები გადაიღო და ვინ ნოდარ მელაძემ რატო გააკეთა? ბიჭო, ნოდარ მელაძემ რატო გააკეთა კი არა, შენ რატო ააშენე? საიდან ააშენე? ბურჯულაძემ ჟაკ შირაკი, გოჩა, აი სულ მაგას ყვები ხოლმე. ჟაკ შირაკი, აი რომ გამოვიდა ელისეს სახლიდან. თავისი მეგობრის რაფიკ ჰარირის ოროთახიან ბინაში მოკვდა სავამაში რა ქვია, პარიზში. ამხელა პრეზიდენტს ახლა მიტერანის და შირაკეზე დიდი შალდეგოლის მერე ამხელა პრეზიდენტები საფრანგეთს არ ყოლია, ხო? არც ახლა ყავს მაკრონი და არც სარკოზი იყო ამხელა. ამხელა პრეზიდენტი იყო ჟაკ შირაკი. საკუთარი სახლი არ გააჩნდა საფრანგეთში. ეთანხმები, მაგრამ ამას როგორ უყურებენ, იცი ხა ამ თემაზე და ვინც ვლაპარაკობთ, ჯერ იმას თვლიან, რომ თლა დაწყობილი ვერ იყო. დებილია, ბიჭო. ხელისუფლებაში იყო, რომ ფული ვერ იშოვა. და მე ჩვენ გვთვლიან, რომ ამერც ესენი ვერ არიან კარგად რა, ახლა ამას რო შეაქებ, კაცი, არა და ესაა სახელმწიფო რეალობაში. ესაა და მე გელაპარაკება ქრისტიანობაზე, გელაპარაკება, რა ვიცი, ტრადიციაზე, ოჯახზე, სახელმწიფოზე, აი ამაზე დგას სინამდვილეში და გვეშლება ხანდახან და გადავდივართ. აი მთელი 2 საათი მიუძღვენით ამ თემას, რატო? იმიტომ მიუძღვენით, რომ ასეთ საფუძვლებზე დგას სახელმწიფო. ეს საერთო უნდა იყოს ყველასთვის. მნიშვნელობა არ აქვს, კიდევ გიბიძახი, იმაში ეკლესიის წევრი ხარ, მრევლი ხარ, LGBT ხარ, მემარჯვენე ხარ, მემარცხენე ხარ, არა, აი აქ ერთი უნდა ვიყოთ ყველა. აი ეს არის ის საერთო რაღაცებს რო ვეძებთ, რომ არის საკითხები, სადაც მნიშვნელობა არ აქვს რა სოციალური წინასწარმომადგენელი ხარ, რა სქესის ხარ, რა ეროვნების ხარ, რა იდეოლოგიის ხარ. ეს არის რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო, კაცო. აი ეგაა ყველაზე მთავარი და როცა ასეთ რაღაცებს მიხვდებით ყველანი და ერთმანეთს კი არ დაუწყებთ ეს თემა რატო აწია და რა თუნდო და ეხლა და არა, ეს ის თემა რომელსაც კიდე გას ვილაპარაკეთ, შინაგან საქმეთა მინისტრს აი ამ თემის გადაჭრა შეუძლია, კიდე გავლები ნებელობის შემთხვევაში. ეგრე არ ჭირდება ამას, არც ფინანსური ხარჯები აქვს, არც რაღაცა გრძელვადიანი სჭირდება, ამას ჭირდება შესრულება და თქვა რომ ეს სისულელე უნდა მორჩეს, რომ სახელმწიფოში ეს უნდა გქონდეს, თქმა ჭირდება მარტო ამისი და დაწყება ჭირდება ამის გაკეთების და ვებერთელა პრობლემას ერთს თუ მაინც ამითი გადავწყვიტავთ, ნუ ჩავთვალოთ რომ რაღაცა ქვეყანაში ერთი ნაბიჯი გადავდგით სწორად რა. ბატონო. კარგი გიორგი, მადლობა რომ გვერთვები. ჩვენი დრო ამოიწურა. გიო და უნდა დაგემშვიდობოთ, დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელს. ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ჩვენ შევხვდებით სამივე, შევხვდებით მომავალ კვირას. ორშაბათს 8:30-დან ვიქნებით თქვენთან ერთად 10:30-მდე. მე კი მომავალ კვირაში ამ კვირას შევხვდებით ხუთშაბათს 6:30-ზე. დროებით.